რუსთავის მეტალურგიული ქარხნის გაფიცულმა თანამშრომლებმა ქალაქის ქუჩებში მსვლელობა მოაწყვეს. 200-მდე გაფიცული დასაქმებული ხელფასების ზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვს. პროცესში ჩართულია პროფკავშირებიც. აქციის მონაწილეები ხვალიდან მასშტაბურ პროტესტს აანონსებენ. ჩვენი გაფიცვის მონაწილეების მოთხოვნა არის ხელფასის მატება, რა თქმა უნდა, 400 ლარის ოდენობის დაახლოებით. ასევე შრომის პირობების გაუმჯობესება, ასევე სადაზღვევო პაკეტის შეცვლა. ჩვენ არ გვინდა შრომის შეწყვეტა არანაირად, შრომელი ადამიანები ვართ, გსურთ მუშაობა. უბრალოდ ეს პირობები, რასაც ვითხოვთ, ჩვენთვის ვფიქრობთ, რომ არის მიზერული ამ პირობებში, საყოფაცხოვრებო პირობებისთვის და ვფიქრობთ, რომ წამოვამ მოლაპარაკებებზე. სამოქმედო გეგმა არის ის, რომ არ გავჩერდებით, ვიდგებით აქ, სანამ ასე ვთქვათ, არ გადმოიდგმება საპირისპირო შემოხდილი ნაბიჯები. მეტალურგიის გაფიცვა ეს არის კანონიერი 21 დღიანი მედიაცია დაცულია, შეთანხმება ვერ მოხდა, მოიპოვეს გაფიცვის უფლება, ამიტომ ის პუნქტები, რა პუნქტები მოთხოვნა არის, ჩვეულებრივი ძალაშია, მოითხოვეს ეს ადამიანები, გაგრძელდება კანონიერ ფარგლებში აქციები, სანამ ბატონი დამსაქმებლები არ მოვლენ გონს და არ დაჯდებიან მოლაპარაკებას და პროფკავშირებთან ერთად.